ახლა ნინო კვანტრიშვილთან უნდა გადავინაცოთ, უკვე გითხარით, რომ სპორტ კომპლექს არენა 2-ში მოყვარულ მეკლდეურთათვის ახალი საცოცი კედელი გაიხსნა, სადაც ვინაცოთ ხდება პირველად თუ არა ჩვენი ჩართვის წამყვანი ნინო კვანტრიშვილი. დილა მშვიდობისა ნინო. რომელი კლდე არჩია? ბავშვებისთვისაც არისო, შედარებით მარტივია, მაგრამ ეჭვი მაქვს არ იკადრებდი უბრალოდ იქ ასვლას, ხო? არა, რა თქმა უნდა, მაკო ავარჩიეს რთული კედელი, ერთი სიტყვით, მაგრამ სანამ ამ კედელზე ავწოდები, მანამდე მინდა რომ ჩემს მაყურებელს მივესალმო დილა მშვიდობის კიდევ ერთხელ არა, ეხლა ვინ ჩემოგვიერთდა და მაკო შენს მაგირად ჩვენი მივესალმეთ გამოშვების დაწყების დროს. მეც მივესალმები სპორტ კომპლექს არენა 2-ში მოყვარულ მეკლდეურთათვის გაიხსნა საცოცი კედელი და ეს კედელი გახსნა ცნობილმა მეკლდეურმა ალექსი კოზლომ თავისი ხარჯებით და აქ ასევე არის ბავშვებისთვის განკუთვნილი ეს კედელი, ასევე შეგიძლიათ მთელი ოჯახით მობრძანდეთ აქ და ასევე ყველანაირი აღჭურვილობა დაგხვდებათ, ანუ ყველანაირი კომფორტია იმისთვის, რომ მიიღოთ სიამოვნება და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სპორტსმენი მეკლდეური გუგა დაბრუნდაშვილი. დილა მშვიდობის გუგა. დილა მშვიდობისა. ესე იგი, პირველ რიგში მაინტერესებს ალექსს რატომ მოვიდა ეს იდეა, რომ გაიხსნა საქართველოში თავის ხარჯებით ეს ძალიან ლამაზი კედელი. აღნიშნავ, რომ ალექსი კოზლოვი არის გამოცდილი და პროფესიონალი მეკლდეური, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და გახსნას, ასე ვთქვათ, პროფესიონალური და მოყვარული დონისთვის საუკეთესო მეკლდეურთა კედელი. და საკუთარი ხარჯებით განახორციელა ეს ფაქტიურად გრანდიოზული პროექტი. კეთილი საქმე და კარგი საქმე გააკეთა და ალბათ ბავშვებიც გაახარა, რადგან ბავშვებისთვის არის აქ განკუთვნილი ეს კედელი, ხო? აუცილებლად, კი, ბავშვებისთვის არის განკუთვნილი აქ ფაქტიურად დიდი ნაწილი ამ დარბაზის, იმიტომ რომ ძირითადად ეს დარბაზი მაინც გათვლილი იქნება ბავშვებისთვის და მოყვარული დამწყები მეკლდეურთათვის. და რა სიგრძისაა ეს კედელი და რამდენად რთულია, რომ თავი ეს ბოლომდე დავიპყროთ და ავცოცდეთ? კედელი არის 12 მეტრის სიმაღლეში, სხვადასხვა დახრილობის და სხვადასხვა სირთულის კედლები არის და სხვადასხვა სირთულის მარშრუტები არის. აქ ხედავთ თქვენ, ხელშესაჭიდები ფერების მიხედვით არის აწყობილი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სირთულის მიხედვით. და ანუ აქ მოდიან ბავშვები მოსამზადებლად, რამდენ ხანში არის შესაძლებელი, რომ დამოუკიდებლად ავცოცდეთ ამ კედელზე ბოლომდე? ეს დიდი ვარჯიში არის საჭირო ამისთვის. უპირველეს ყოვლისა საჭირო არის მონდომება და სურვილი და შემდეგ ასე ვთქვათ თუ ნიჭიერი ხარ, ასე ვთქვათ, შეიძლება პირველივე ვარჯიშზე ახვიდე ბოლომდე, იმიტომ რომ არის მარშრუტი, რომელიც არის მარტივი ძალიან და იმედი მაქვს, რომ თქვენ ცდით. კი, რა თქმა უნდა, მე მეორე ჩართოში აუცილებლად ვცდი და რა მაც მაინტერესებს თავარი და მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების ზომები რამდენად არის დაცული ან ამ კედელზე, ან თუნდაც ბავშვებისთვის განკუთვნილ კედელზე. უსაფრთხოების ზომები შეიძლება ითქვას, რომ რაც არის მსოფლიო სტანდარტი, დაცულია ყველანაირად, თავისი დაცვის სისტემებიდან დაწყებული თოკებით და დაცვის კამერებით დამთავრებული, აი აქ აქვს ადგილზე ეს ყველაფერი რაც არის ასე ვთქვათ, აი შეგვიძლია მაყურებელს ვაჩვენოთ. ეს არის ავტომატური ჩამკეტი კარაბინები, ესე ქვია და ეს არის ავტომატური ჩამკეტი გრიგრი, რომელიც ავტომატურად იჭერს მოწყვეტის შემთხვევაში და ასე რომ ფაქტიურად გამორიცხული არის 100%-ით კი ჩამოგდება. თქვენ ახლა მაყურებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ძალიან თხელი და ვიწრო თოკია, მაგრამ ეს არის ყოველად გამძლე და რამდენ კილოს უძლებს თუ? დაახლოებით ტონა ნახევარ 2 ტონას უძლებს ეს თითო თოკი, სტატიური თოკები არის ეს. ანუ ყველას გაგვიძლებს, არანაირი პრობლემა არ იქნება და კი და რაც შეეხება ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის ეს ასე ვთქვათ სხვა სახეობა არის სოცვის, აქ არის ლეიბები, რბილი, სადაც ჩამოვარდნის შემთხვევაში, თოკის გარეშე ცოცვის შემთხვევაში სრულად უსაფრთხოდ ხდება ან ფეხზე დახტომა, ან ზურგზე დაცემა, ასე რომ აქაც მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოება. ესე იგი, ყველანაირად დაცული არის აქ უსაფრთხოება, ყველანაირი კომფორტია იმისთვის, რომ თუნდაც მთელი ოჯახით მობრძანდეს, ვისაც გაუხარდება, ბავშვები იქით გაერთობიან, უფროსები აქეთ გაერთობიან. ერთი სიტყვით, მე ახლა დროებით უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა მე შევეცდები, რომ ეს გრანდიოზული კედელი და ძალიან რთული გუგა მასწავლის მანამდე, როგორ შეიძლება ავცოცდეთ და მეორე ჩართოში უკვე დაგიბრუნდებით კედლიდან. ასე რომ დროებით.